საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიწვეული ღონისძიებების კვირეულს ტყიბულის სამხატვრო სკოლამ გასაგაზაფხულო გამოფენა მიუძღვნა. Am ღირსშესანიშნავ დღეს გალერეაში მისულ დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა ეხილა მოსწავლეთა და კურსდამთავრებელთა ნამუშევრები, მხატვრობის სხვადასხვა ჟანრობრივი ნიმუშები. აღსანიშნავია, რომ ამ საგაზაფხულო გამოფენაზე სიახლეს წარმოადგენდა ქართული ეროვნული თექა, რომელმაც მნახველთა დიდი ინტერესი გამოიწვია. სამხატვრო სკოლის დირექტორმა მირზა ჭელიშვილმა აღნიშნა, რომ სკოლა სიახლეებს კვლავ შემოგთავაზებს. გალერეაში გამოფენილი ნახატების დათვალიერებაში მონაწილეობა მიიღეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ ყუბლაშვილმა, თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლებმა, სხვადასხვა ორგანიზაციათა სამსახურის უფროსებმა, მხატვრებმა, მოსწავლეებმა, მშობლებმა და ხელოვნების სხვა თაყვანისმცემლებმა. საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ ყუბლაშვილმა მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და დამოუკიდებლობის დღისადმი მიწვეულ გამოფენაში აქტიური მონაწილეობისათვის სიგელები გადასცა მათ. ყოველთვის, როდესაც სტარდება გამოფენები, სულ სიახლეები არის. დღევანდელი გამოფენაში სიახლე არის წარმოდგენილი უფრო ეროვნული ხასიათის ნამუშევრებით, სადაც წარმოდგენილი არის თექა, პატიკა და ჩვენ როგორც საცდელი ასე გავაკეთეთ პირველად და ჯგუფური ნამუშევრები არის, მაგრამ შემდეგში თვითონ ავტორი გააკეთებს ბავშვი დამოუკიდებლად ამას ყველაფერს. არის ფერწერული ნამუშევრები, ტილოები, არის კომპოზიციები, არის დეკორატიული გამოყენებითი კომპოზიცია, სადაც არის ფერთა გრადაცია, წარმოდგენილი ორნამენტები, ძირითადად აგრეთვე გრაფიკული ნამუშევრები. ნამდვილად კარგ დონეზე არის ჩატარებული. მე სიამოვნა, რომ მხოლოდ ეს მოვალეობის მიზნით არ არის ბავშვები დავაჯილდოვეთ, ეს რა თქმა უნდა სტიმულია მეტი მათთვის, სტიმულია სკოლისთვის. ეს ბავშვები არის შექმნილი პროდუქტი ამ სკოლის მიერ, რომელიც მომავალში ისევ ამ სკოლას გაუწევს პოპულარიზაციას. ვუსურვებ აი ამ ნამდვილად დიდი ტრადიციების მქონე სკოლას, უფრო მეტ წარმატებებს, უფრო მეტი წარმატებები ქონოდეთ. აი ამ ლამაზ მხარეს, უკრიბას, ასევე მინდა განათლების სამინისტროს სახელით, ქალბატონ თამარ საინკიძის სახელით მე აჭარის განათლების სამინისტროდან გახლავართ სტუმრად. ბატონი გია თაღომაიშვილის სახელით დიდი მადლობა გადაუხადო სკოლას, თქვენს ქალაქს, სკოლის ადმინისტრაციას ასეთი ლამაზი ღონისძიების ჩატარებისთვის. ეს წარმოდგენილია ჩვენი მოსწავლეების მეორე სემესტრში შექმნილი ნამუშევრები, შემაჯამებელი გამოფენა არის. ეს ტრადიციული გამოფენა არის, წარმოადგენს მოსწავლეებმა თავისი შემოქმედების ნიმუშები, მრავალმხრივი შემოქმედება არის როგორც გრაფიკული, ისე ფერწერული ნამუშევრები. ამ გამოფენაზე ალბათ ვინც ხშირად დადის ჩვენ გამოფენაზე, შეამჩნევთ, რომ სიახლეა, დავნერგეთ ახალი მეთოდი თექების, ძველი ტრადიციული თექის დამუშავება, არის რამდენიმე ნამუშევარი წარმოდგენილი, ალბათ ამას შემდეგ მომავალში უფრო მეტ გავრცელებას მივცემთ. მე ვარ ტყიბულის სამხატვრო სკოლის კურსდამთავრებული, 5 წელი დავდიოდი ამ სკოლაში, შევისწავლე ზეთებში ხატვა ტილოზე და მიმიღია მრავალ კონკურსში მონაწილეობა, მათ შორის გერმანიაში. ეს იყო საერთაშორისო კონკურსი, მონაწილეობდა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა და ჩემმა ნახატმა მეტეხმა ტილოზე იყო შესრულებული და აიღო მესამე ადგილი. ბევრი სიკეთე მახსოვს ამ სამხატვრო სკოლიდან, თითქოს სული ჩაბერეთ ჩემ შვილებს, ჩემ ოჯახს და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მათ ხელოვნებისთვის მიეხედათ, მაგრამ მე კიდევ მეტი მინდა რომ გააკეთონ, იმიტომ რომ რატომღაც ძალიან სითბო გვახსოვს ამათგან სიყვარული და ურთიერთგაგება. 26 მაისისადმი მიძღვნილი დასკვნითი ღონისძიება მუნიციპალურ თეატრში გაიმართა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ქორეოგრაფიული და ვოკალური ჯგუფები. კონცერტი ანსამბლმა ცხაჯვარმა გახსნა, ხელმძღვანელი ზურაბ ჭანკვეტაძე. მაყურებლის წინაშე ქორეოგრაფიული ნომრებით წარსქმნენ ანსამბლები: სიჭაბუკე, ხელმძღვანელი თამაზ დვალი, ახლად შექმნილი ანსამბლი იავნანა, მანდილი, ხელმძღვანელი მარინა ციცქიშვილი, ოკრიბა, ხელმძღვანელები ჯემალ და გულჩინა ბოცვაძეები. დამოუკიდებლობის დღისადმი მიწვეულ ღონისძიებაში პატრიოტულ მოტივზე შექმნილი სიმღერებით დარბაზში ერთსულოვნების განცდას იწვევდა ვაჟთა ვოკალური ანსამბლი იმედი, ხელმძღვანელი ემზარ გაბუნია. სცენაზე შედგა დებიუტი, საქართველოს სადიდებელი სიმღერით, შემსრულებელი გიორგი ტოფაძე. მაყურებლის მოწონება დაიმსახურა დედა შვილის, მაია ბრეგაძისა და ანა გოგიაშვილის დუეტმა.
ასევე მუსიკალურმა ნომრებმა, ბავშვთა ვოკალური ჯგუფის შესრულებით, რომლის ხელმძღვანელია ელისო დონაძე. კლასიკური ცეკვა ბალეტი შთამბეჭდავად ლანაც ქიფურიშვილმა წარმოგვიდგინა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება პატრიოტულ ნოტაზე სპარტაკ ჭელიშვილმა დაასრულა სიმღერით საქართველოზე. ლოცავ ტყიბულს, ტყიბულელებს და მთლიანად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. უსურვებ მთლიანად საქართველოს და ქართველებს გაბრწყინებულ ერთიანს და ძლიერ საქართველოს. ხოლო რაც შეეხება ჩვენს მუნიციპალიტეტს, ყოველთვის აქტიურად იყო და არის ჩართული ესეთი მსგავსი ტიპის ღონისძიებებში და დღესაც ეს საღამო მე მგონი შედგა და ერთი ლამაზი საღამო ვაჩუქეთ ჩვენს ტყიბულელ მოსახლეობას. გილოცავ დღევანდელ დღეს შვიდობა, სიხარული, ბედნიერება ყოფილიყოს ყოველთვის. ყველას უსურვებ მრავალი წელიწადი დასწრებოდნენ ამ ლამაზ დღესასწაულს. შესანიშნავი ღონისძიება იყო ძალიან სიამოვნა მაყურებელმა. გვიხარია რომ ასეთი კარგი ღონისძიებები კეთდება ტყიბულში და ეძლევა მაყურებელს საშუალება დატკბეს ნამდვილი ხელოვნებით. ეს დიდი პატივია თითოეული ჩვენგანიც